გიორგი ვაშაძემ ფოთელ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. სამოქალაქო პლატფორმის ახალი საქართველოს ლიდერი მხარდამჭერებს ქალაქის ცენტრში კოლხი დედის ძეგლთან შეხვდა. ვაშაძემ მათ საარჩევნო პროგრამა და საომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ვაშაძემ ახალი საქართველოს ფოთის ორგანიზაციის ოფისი გახსნა და მხარდამჭერებს მაჟორიტარობის კანდიდატი პატა ლაგვილავა წარუდგინა. დღეს პირველი ჩამოსვლა გვაქვს ფოთში. აგერ პირველადი ჯგუფი უკვე გვყავს მხარდამჭერების და რაც მთავარია ძალიან სწრაფად ვიზრდებით მთელ საქართველოში. მთავარი თემა არის, რომ საქართველოს ჭირდება ახალი მიდგომები, ახალი თაობა პოლიტიკაში, ახალი ადამიანები, ახალი ენერგიით, რომლებიც მართლა იზრუნებენ ხალხის გაჭირვებას და ხალხის პრობლემებზე და არა უბრალოდ ერთმანეთთან კინკლაობას და ერთმანეთთან დაპირისპირებას დაუთმობენ დროს. ახალი საქართველო ჩვენი პოლიტიკური პარტია არის სწორედ ეს ორგანიზმი, რომელიც განსხვავდება ამით სხვებისგან და დღე-დაღამე ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ხალხს ყოველდღიური ყოფა შეუმსუბუქოთ. დღეს წავალთ და უკვე ოფისაც გავხსნით. დღესთან დაკავშირებით დღეს მოხდა პრეზენტაცია ახალი საქართველოს, ახალი მოძრაობის გიორგი ვაშაძის ხელმძღვანელობით ამ ორგანიზაციის პრეზენტაცია მოხდა, გაიხსნება ოფისი და ხვალიდან უკვე ოფიციალურად დავიწყებთ ქალაქ ფოთში საარჩევნო კამპანიას, წავდგებით მოსახლეობის წინაშე, ჩვენს პროგრამას გავაცნობთ, იდეებს, მიზნებს და რა ვიცი, ძალიან ნაყოფიერი და კარგი მუშაობა გვექნება. ტერიტორიულად სად არის? ტერიტორიულად განთავსებული არის ნიკოლაძის სანაპირო